ტყუპებთან რა ხდება? ტყუპებო მარტი რასახსენებელია, სულ თქვენი თუ არ არის, თქვენი ენერგიიდან გამომდინარე. თუმცა მარტი შესაძლებლობების თვეა, აქ ყოფილები წამოყოფენ თავს, განსაკუთრებით ვინც განქორწინებულები ხართ. მათ შემთხვევაში ყოფილ ცოლებს თუ ქმრებს მოუნდებათ ურთიერთობაში დაბრუნება, თუმცა თქვენ აშკარად არ განიხილავთ ამას. სიურპრიზებით სავსე თვეა, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ემოციებით შემოსილი. ეს ცვლილებები გულისხმობს სხვათა შორის არსებულ ურთიერთობაში დარჩეთ თუ წახვიდეთ. გრძნობებში გარკვევა, აი რა იქნება თქვენთვის პრიორიტეტი. ყურადღება მიაქციეთ ისტერიკებს, თქვენი ნერვები ახალი ტელეფონის სენსორებივით არის, ოდნავი შეხება და ბუხ რეაგირებს. სასწორებო თქვენ როგორც ყოველთვის დისბალანსის თავიდან ასაცილებლად დაგჭირდებათ ბალანსი ყველა არსებულ საკითხში, რაც მოითხოვს თქვენგან ნებისყოფას და მოთმინებას. მარტოხელა სასწორებთან ახალი პარტნიორები გამოჩნდებიან სამომავლო პერსპექტივებით. ისინი კი, ვინც არიან ურთიერთობაში, მოინდომებენ შემოწმებას, რამდენად სანდო და გულწრფელი ადამიანი ყავთ გვერდით. ეს უნდობლობის შემოტევა იქნება, რასაც სიფრთხილე სჭირდება. უმიზეზოდ არავის დასდოთ ბრალი ღალატში ან ტყუილში. ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ძლიერ მხარეს, უნარებში რაც გაქვთ. ყველაფრის მოგვარება შეუძლია გულახდილ საუბრებს ნებისმიერ ურთიერთობაში. რაც გჭირდებათ, ეს არის მიხედოთ იმუნიტეტს, მარტში განსაკუთრებით. მერწყულებო, თქვენთვის მარტი უფრო ოჯახური მიდგომებია, რამდენად სწორად ურთიერთობთ ოჯახის წევრებთან, პირად ურთიერთობებთან, ან მეგობრულთან. ჯამში გადახედვა მოგიწევთ საკუთარი თავის, პასუხისმგებლობების და ვალდებულებების წინაშე. ძველმა წყენებმა შეიძლება იჩინოს თავი, რასაც არ უნდა მიანიჭოთ დიდი მნიშვნელობა. ზოგადად მარტი თქვენთვის ღირებულებების გადაფასების თვეა და მოგიწევთ გადატვირთოთ თქვენივე სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობები. ნუ აჩქარდებით თუ ძველი სიყვარულიც გამოჩნდება, რადგან მასტურობის ცნობის ალბათობა გაიზრდება, რამაც შეიძლება მერე იგივე წერტილში ჩაგაბრუნოთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ ნებისყოფას, რომელიც ყველაზე მეტად დაგჭირდებათ და ზუსტად მარტში.